თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული საბა ჯიქიას საქმის განხილვა დაიწყო 19 წლის საბა ჯიქიას პირველი ინსტანციის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარის საჩივარი განიხილება ჯიქიას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულო ცნობას ითხოვს. პროკურორი თამარ იაკობიძე კი სასჯელის დამძიმებას. დღევანდელი პროცესი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. სხდომის გახსნისთანავე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის სიმცირის გამო მისის შეცვლა ითხოვა. დარბაზში სადაც პროცესი უნდა გამართულიყო მხოლოდ 16 ადამიანი ეტევა. პროცესზე მისულმა ყველა მოქალაქე მის შესვლა ვერ შეძლო. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პირობა დადო, რომ მომდევნო სხდომები დიდ დარბაზში გაიმართება. საბა ჯიქიას გასამხნევებლად სასამართლოში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, აქტივისტები და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლები მივიდნენ. საბა ისეთი ღიმილის ბიჭია. ერთ საკანში რომ წარიყვნენ გიორგი და საბა. მე ისედაც ყველა მიცით, რომ ნათქვამი მაქვს ყველა შვილი ჩემია თქო. ყოველთვის ამ ენთუზიაზმით ვიქნები, სანამ ეს ბიჭები არ განთავისუფლებიან და დღეს ისეთი შექმნებით წამოვედი, რაღაც დიდი სურვილი მაქვს საბას სიურპრიზი გავუკეთონ, ძალიან დიდი. მე არანაირი სასიკეთო განაჩენის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს ყველა განაჩენი ერთ კაბინეტში ერთ ადამიანთან წყდება და მას შემდეგ გამოდის და ის მოსამართლეები უბრალოდ ხელის მომწერები არიან ამ ყველა გადაწყვეტილებების. თუმცა მე საბოლოო ჯამში მჯერა, რომ ყველა მოსამართლე, რომელმაც უსამართლობა ჩაიდენდა, რომელმაც ეს ბიჭები ციხეში გაუშვა, ყველა დაისჯება და ჩვენი მიზანი ეს უნდა იყოს, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში აღვადგინოთ სამართლიანობა და საბოლოოდ დავასრულოთ ჩინჩალაძე მრუსიძის კლანის და ყველა მისი ქვეშევრდომის მოღვაწეობა. ეს არის საბა ჯიქიას პროცესი, სააპელაციო, ერთ-ერთი რეჟიმის ტყვის და სინდისის პატიმრის. საბა ჯიქია გახდა მსხვერპლი იმედისა და პოსტების პროპაგანდის, მას აქვს შეკერილი საქმე როგორც სხვა დანარჩენ პოლიტპატიმრებს. ჩვენ რა თქმა უნდა ამ სასამართლოდან პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ მოვედით იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ საბას, მან დაგვინახოს, რომ ჩვენ ვართ ბევრი და ყველა რეჟიმის პატიმარმა იცოდეს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა. საქმეში დაზარალებულად შინაგან საქმე და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი იყო, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. მისი საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში მომდევნო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.